ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ჯონ ბარკერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც მევენახეობა მეღვინეობის დარგის განვითარების მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ბარკერი ღვინის მარნებს ეწვია, სადაც ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნო. ეს ორგანიზაცია გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ დარგში და რა თქმა უნდა მისი გენერალური დირექტორის ვიზიტი, არჩეული გენერალური დირექტორის ვიზიტი კიდევ ერთი აღიარება საქართველოს მეღვინეობისთვის, კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ ქართული ღვინო არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი მსოფლიო ბაზარზე და ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც საქართველო აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა საკითხზე მუშაობაში, მათ შორის გამოვარჩევდი იმ აღიარებას, როდესაც ქართული მეთოდი, ანუ თეთრი ყურძნიდან ქარვისფერი ღვინის წარმოება აღიარებული იქნა სპეციალური ღვინის კატეგორიებში და დაიმკვიდრა ადგილი სხვა სპეციალურ ღვინოებს შორის. Ფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ბატონმა ჯონ ბარკერმა მოინახულა და მქონდა როგორც ოფიციალური სამუშაო შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მთავრობის ხელმძღვანელებთან, ასევე ადგილზე ნახა თუ რამდენად გამორჩეული და განსხვავებულია ქართული ღვინო, როგორც წარმოების მეთოდებით, ასევე ხარისხით. ეს ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გახდათ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ბარკერი, რომელიც ცნობისათვის მეორეჯერ გახდა ჯიღაურაში, ერთი 2010 წელს, როდესაც საქართველო მასპინძლობდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 33-მე კონგრესს და მაშინ შეიძლება ითქვას ის საკოლექციო ნარგავობა, რომელიც მან დღეს დეტალურად დაათვალიერა, ჩანასახის სტადიაში იყო. უცხოეს სტუმარს გავასწარით ის საქმიანობა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ეწევა, განსაკუთრებით მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით, ქართული ვაზის აღდგენილი ჯიშების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, გარდა ამისა გაეცნო ცენტრის საქმიანობას, მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით და არა მარტო, დააგემოვნა იშვიათი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის ნიმუშები და საფუძველი ჩაეყარა იმ თანამშრომლობას, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანია ქართული ვაზის ჯიშების ზოგადად და ქართული მეღვინეობის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ჩვენ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო მევენახეობა მეღვინეობის ადგილობრივი წესების, ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინოების გასაცნობად, მოგეხსენებათ OIV გახლავთ მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს განსაკუთრებული საინტერესო პატარა რეგიონების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციას.